ჩვენი ოჯახი დაბრუნდა პირდაპირ ეთერში. ჩვენი სტუმარი ასტროლოგი ნინა ორველაშვილი. თემა ალბათ ასტროლოგია, როგორც მივხვდით, ვინც თვალყურს ადევნებთ და დაინტერესებული ხართ ასტროლოგიით, ასტრონომიით, ეზოთერიკით და ასე შემდეგ. თქვენ ალბათ კარგად იცით, რომ სულ რამდენიმე დღის წინ იყო ძალიან უცნაური მთვარის დაბნელება, წითელი მთვარის დაბნელება, რომელიც ძალიან დიდხანს გაგრძელდა, როგორც არასდროს და რაღაცა გარკვეული ალბათ გავლენა იქონია დედამიწაზე. ამ ყველაფერმა არა მარტო მიწაზე, წყალზე, არამედ ალბათ ადამიანებზე და ზოგადად მოდი ამ მოვლენით დავიწყოთ და მერე გადავიდეთ იმ რთულ გადასვლაზე, რომელზეც მართლა საუბრობენ და რამდენად არის ეს არ ვიცი. მოგესალმებით პირველ რიგში კი საკმაოდ საინტერესო დაბნელება იყო და საკმაოდ საინტერესო დაბნელების დერეფანია სუპერმთვარე ქვია მაშინ როდესაც მთვარე ახლოს არის ჩვენთან და როდესაც ემთხვევა თანამედროვე დაბნელებას შესაბამისად გავლენა უფრო ძლიერდება თუმცა ძირითად შემთხვევაში დაბნელების გამოყენება შეიძლება ძალიან კარგად და ძალიან პროდუქტიულად მიუხედავად იმისა რომ კი ცვლილებები მოაქვს თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს არის აუცილებლად ნეგატიური ან ცუდი უბრალოდ რას აკეთებს თუ ვერ ხვდებით აი მაგალითად ცხოვრობთ რაღაც გარკვეულ ცხოვრების მიუყვებით დინებას მარტივად რა ვთქვა და ერთი კითხვა მაქვს ვიდრე დაიწყებთ ეს მთვარე ყველა ადამიანზე მოქმედებს სწამს არ სწამს ამას მნიშვნელობა არ აქვს კარგი მადლობა და გავაგრძელებთ რა თქმა უნდა ყველა ადამიანზე მოქმედებს იმიტომ რომ მოდი ასეთ რაღაცას ვიტყვი ყველა ვიცით ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი და რა განაპირობებს ზოდიაქოს ნიშანს მზე სად იყო მზე როცა ჩვენ დავიბადეთ როგორი გავლენაც აქვს მზეს ადამიანზე ზუსტად იგივე გავლენა აქვს მთვარეს. დაახლოებით 50-50%-ია შესაბამისად მთვარეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე და თუნდაც მაგალითად მთვარე სადაც იმყოფება ის ნიშანი ჩვენზე საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე რასაკვირველია ნებისმიერი ცვლილება ჩვენზე აისახება ვიღაცაზე უფრო მეტად, ვიღაცაზე უფრო ნაკლებად. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მგრძნობიერი ადამიანი, რამდენად კარგად აღიქვამს იმ გარემო პირობებს, რომლებშიც იმყოფება. ზოგი ადამიანი მეტად ემოციური და შესაბამისად მათზე მეტად აისახება. თუმცა ნებისმიერი მოვლენის გამოყენება შეგვიძლია ჩვენ სასიკეთოდ, რასაკვირველია და ნებისმიერი დაბნელება ზოგადად არის რაღაცის დასასრული და რაღაც ახალის დასაწყისი. თუმცა ამ შემთხვევაში საინტერესო რა კუთხით არის. თუ ადამიანი ვერ ხვდებოდა, აი მართლა დიდი ხნის განმავლობაში რაღაც კონკრეტულ დინებას მიყვებოდა და ვერ გამოდიოდა. პირველმა მთვარის დაბნელებამ ამ შემთხვევაში წარმოქმნა საკითხი, სად აქვს პრობლემა, რას უნდა მიაქციოს ყურადღება და რა არის მისთვის აი ეს წერტილი, რასაც უნდა იზრუნოს. ეს ნიშნები აშკარაა თუ რაღაცა კონკრეტული ძალისხმევა გჭირდება, რომ დაინახოს სამყარო რა ნიშანს გიგზავნის? მინიშნებები ამ შემთხვევაში შეიძლება გაატაროს რა. ამ შემთხვევაში შინაგანი ემოცია აუცილებლად ექნება ყველას ინტუიცია შეგრძნება, იმიტომ რომ დაბნელება მთვარის მოხდა თევზების ნიშანში, შესაბამისად ეს ყველაფერი უფრო მეტად ემოციებთან და შინაგან მოდი ასე ვთქვათ, საკუთარ შინაგან სამყაროს უნდა ჩაუღმავდნენ ადამიანები და მიხვდნენ ქვეცნობიერად რა სურთ და არა ცნობიერად. შეიძლება ცოტა რთულია, თუმცა რეალურად ჩვენი სხეული, ჩვენი შინაგანი მე, მოდი ასე ვთქვათ, ყოველთვის გვაწვდის იმპულსებს რა გვჭირდება. უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევთ ჩვენ. და აი ამისთვის მაგალითად შეიძლება ლაბრადორიტის გამოყენება, რომელიც ამ შემთხვევაში უფრო მეტად აკავშირებს ქვეცნობიერთან ადამიანს და ინტუიციას აძლიერებს. ნინა, რა უნდა გკითხოთ? ფიზიკურად მე გითხარით წეგან, რომ ეგეთ რაღაცებში დავაკვირდი, რომ რაღაცა ან შეიძლება ცოტა მოთენთილი ხარ, შეიძლება რაღაცა ცოტა არეულად ხარ, შეიძლება რაღაცა მოქმედებს ფიზიკურად ადამიანზე, ხო? რა თქმა უნდა, მოქმედებს. ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ მთვარე მოქმედებს წყალზე, მიქცევაზე, მოქცევაზე. ჩვენი სხეული ორგანიზმის დიდი პროცენტი შედგება წყლისგან, შესაბამისად, ფიზიკურ დონეზეც ბევრი აღიქვამს, თუნდაც აი ამ ენერგიის ცვლილებას, რა თქმა უნდა. ისე როგორც სავსე მთვარობის დროს აქვს მეტი ენერგია აქვს, უფრო კარგად გრძნობს. ენერგიის გარდა მასაც უფრო მეტი მაქვს ხოლმე, ანუ ყველა დუკმა მერგება უფრო კარგად, როდესაც მთვარე მზარდია. ისე რა საოცარია, ნახეთ, მე მაგალითად ეხლა ცაში თუ არ დავინახე მთვარე, ყურადღებას იმდენად არ ვაქცევ. ოღონდ ჩემი ენერგია რო აი მოზღვავდება, ვიცი რომ უკვე სავსე მთვარეა. და ნინა მასწავლა საოცარი რაღაცა და გაგიზიარებთ და მაყურებელიც მთვარე, ახალი მთვარე, ნელ-ნელა ხო იზრდება. ყოველ საღამოს რამდენი დაინახავთ მთვარეს მოზარდ მთვარეს უნდა უთხრა ეს მინდა, ეს მინდა. მოზარდ არა მზარდ. მოახვია თავს.
და ყველაფერი გეძლევა. რა თქვი გამაგები მოზარდ მთვარეს არა მზარდ მზარდ მოზარდ მაყურებელთა შენ რო არ იყო ამ ქვეყანაზე მე ქართული არ მეწოდინებ აი მთვარესთან ურთიერთობა არის რომ აი ოქრო უნდა ანახო თუ რა ეს ბავშვობაში ფული ხო ამ დონეზე ვარ მე მთვარესთან კავშირში მაგრამ ნინა კიდევ ერთი კითხვა რა არ შეიძლება ფრთხილებს და თმებს სვავდი ბოდიში ბოდიში ამ დონეზე ვარ ანუ საერთოდ ვერ ვერკვევი ვერაფერში და ვერ ვგრძნობ შესაბამისად მე ვერ ვიგებ აი ხა მოზღვავებული ენერგიის დროს თვარის გავხედო ესეთი რამე ჩემთვის არ არსებობს აი რამდენად მნიშვნელოვანია იცოდე რაღაცა და აი მომზადებული როგორ უნდა დახვდე ამ მოვლენებს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია საერთოდ ზოგადად მთვარის თითოეულ დღეს აქვს თავისი სახელწოდება და ყველა დღე განსაზღვრავს როგორი არის აი კონკრეტული მიმართულებით ოღონდ ყველაფრისთვის პირობითად ურთიერთობისთვის ფინანსებისთვის ჯანმრთელობისთვის და ასე შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერზე აისახება შესაბამისად რაღაც პატარა კორექტივები შეტანა შეგვიძლია რომ რაღაც მაგალითად საქმე უფრო მარტივად გამოვიყვანოთ ან რაღაც სასურველ შედეგს უფრო მარტივად მივაღწიოთ რეალურად თითქოს უმნიშვნელო დეტალებია რომლებიც საბოლოო ჯამში გვაძლევს იმ შედეგს რის მიღწევაც უფრო გვიმარტივდება და რატო არ გამოვიყენოთ როცა ამის შესაძლებლობა გვაქვს ერთი კითხვა დამებოდა ეხლა უნდა კითხოთ აი თქვენ ახალგაზრდა ლამაზი ჭკვიანი საიდან გაგიჩნდათ ამის ინტერესი თავი აი ბავშვობით აი როგორ მართლა მაინტერესებს სკოლაში რა დავიწყე სწავლა ეს პირველად რა შემოვიდა ბიოლოგიის გაკვეთილი და რა დავინახე პლანეტები გავგიშდი ანუ მაგან განაპირობა იქიდან მოყოლებული კი მე ჩემო მშობლებმა მიყიდეს ენციკლოპედია ეგეც რა თქმა უნდა თავისთავად მაგრამ ერთი კითხვა არა ძიმა შენ სპორტით როდის დაინტერესდი აზრი დამამთავრებინეთ ხალხო რა გჭირ და აი როდის მიხვდით რომ უკვე სერიოზულად უნდა გაყოლოდით მაგ ამბავს ასე ვთქვათ რეალურად მართლა ბავშვებიდან მოყოლებული ყოველთვის მაინტერესებდა ჯერ დავიწყე პლანეტების მდებარეობით ყველა პლანეტაზე როგორი გარემო იყო თანამგზავრები ვისწავლე ყველა პლანეტის და ასე შემდეგ ანუ რეალურად ბავშვებიდან მაინტერესებდა არის მართლა წყალი და ჰაერი არის რა თქმა უნდა არის რა თქმა უნდა არის წაიყვანე შენ გადაცემაში იქ ლაპარაკეთ ასტრონომიაზე რა თქმა უნდა არის სილაში თამაში სხვა თემაზე არსებობს მსგავსებული ძალიან ბევრი ინფორმაცია რეალურად მაგ მიმართულებითაც იმიტომ რომ მხოლოდ ასტროლოგია რა თქმა უნდა ასტრონომიაც მაინტერესებს იმიტომ რომ ეს ყველაფერი თუნდაც იგივე მთვარის მზის დაბნელება ასტრონომიული მოვლენაა პირველ რიგში შემდგომ არის უკვე ასტროლოგიური და აისახება უკვე ჩვენზე ნიშნებზე, ზოდიაქოს ნიშნებზე და ასე შემდეგ. კაი, დაუბრუნდეთ მოდი ეცოს. ნინა, რა მაინდა მზეს იგივე ერთად. არა, მე სხვა კითხავდა მოქმედებაზე. არა, თმა და ფრჩხილებზე რამდენად მართალია მაინტერესებს. ნამდვილი. ვისაც წონის დაკლება უნდა, მე პირადად ძალიან მადგება ეს. და ვისაც უნდა რომ თმა მალე გაეზარდოს, თმა უნდა შეიჭრას მზარდი მთვარის დროს, მართლა გეუბნები და წონის კლება უნდა დაიწყო, როდესაც სავსე მთვარე პატარავდება. მაშინ დევა არაფერი როგორ. როდის პატარავდება? ანუ აი ეს მინდოდა და მეკითხა. ასეა რეალურად თვარეს აქვს მართლა როგორც არ უნდა იყოს ჩვენზე გავლენა და მით უმეტეს მართლა პირდაპირ თვარი არის ზოგადად თვარი ასახავს ჩვენს ქვეცნობიერს ეს მზეხვარი ეგო თვარი არის ქვეცნობიერი შესაბამისად ჩვენი შინაგანი ემოციები ყველაფერი ჩვენ შინაგანად ხდება შიგნით აი ამ ყველაფერს ასახავს მთვარე და ეს რეალურად მართლა მოქმედებს შემიძლია თქვა რომ საკუთარი გამოცდილებიდანაც იმიტომ რომ რამდენჯერაც აი შემიმოწმებია თავიდან რომ ვიწყებდი რომ საინტერესო იყო კი თუ იჭრი ფრჩხილებს თმას მზარდი მთვარის პერიოდში ყოველთვის უფრო სწრაფად იზრდება თუ გინდათ რომ აი მაგალითად რომ მეკითხებენ მეუბნები როგორ გინდა სწრაფად თუ ნელა შესაბამისად ესე იგი მართლა გეუბნები სამ დღეში ფრჩხილი აი თუ მოიჭრი იმ დროს იზრდება კატასტროფულად მალე ვაუ და ასევე დაბნელების პერიოდში ძალიან კარგი არის ნებისმიერი რაღაცისგან ოღონდ ეს აბსოლუტურად ყველა ნიშანს ეხება ნებისმიერი რაღაცისგან განთავისუფლება რაც აღარ გჭირდება უფრო მარტივია იმიტომ რომ აზრობრივად თუ ფიზიკურად ნებისმიერი მიმართულებით შეიძლება ის იყოს რაღაც პრობლემა შეიძლება იყოს საკითხი შეიძლება იყოს ჩვევა შეიძლება იყოს კონკრეტული ადამიანი შეიძლება იყოს სიტუაცია ან გარემოება ან ნივთი არ აქვს მნიშვნელობა აი როგორ ნინა ვთქვათ დაბნელების დროს თქვა რომ აი ნინასთან ურთიერთობა აღარ მინდა პირობითად ვამბობ და ეს სიტყვა მე იმუშავებს ჩემ განამასული შეიძლება ეს პატარა ქმედების გაკეთება შეგვიძლია ჩამოვწეროთ თვარის დაბნელებაზეც და მზის დაბნელებაზეც მაგალითად ყველაფერი ის რასაც გვინდა რომ დავამშვიდობოთ მაგალითად მესიამოვნო თუ ემშვიდობებით რა აღარ გვინდა რომ იყოს ჩვენს ცხოვრებაში გავუშვათ ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრებიდან და შესაბამისად დავწვათ მე ეს გვეხმარება კი რა თქმა უნდა იმიტომ რომ დაბნელების დერეფანი ზოგადად რას ასახავს გვაჩვენებს იმ მდგომარეობას სად უნდა ვიყოთ და სად ვართ
თუ ხვდებით რომ იქ ვართ სადაც მოგწონს ყოფნა მაგალითად მუშაობთ სწორ ადგილას გვაქვს ურთიერთობა სწორ ადამიანებთან შეიძლება იყოს პარტნიორი შეიძლება იყვნენ მეგობრები შეიძლება თუნდაც მაგალითად ის უბრალოდ სივრცე სადაც ვიმყოფებით ან ნივთებიან სიტუაცია თუ აღვიქვამთ და ვთვლით რომ სწორ ადგილას ვართ კი ბატონო მაგრამ თუ ხვდებით რომ რაღაც ისი არ არის ადამიანი ტოქსიკურ ურთიერთობაში ან მაგალითად ყავს მეგობრები რომლებსაც მისთვის ცუდი უნდათ ან მუშაობს ადგილას სადაც განიცდის სტრესს და არ არის კომფორტულად აი ეს უფრო მეტად გაჩვენებს უფრო ამძაფრებს ამ სიტუაციას და საკმაოდ ხშირად დაბნელების დერეფანში ისეთი პრობლემები ჩნდება რომ ვერ ხვდები რა რატომ მოხდა აი თითქოს არ უნდა საიდან მოვიდა რეალურად ეს არის განიშნებს რომ გაიღვიძე გამოფხიზლდე იმოქმედე თუ აქამდე ვერ ხვდებოდი იქნებ ახლა უფრო მარტივად დაიწყო მოქმედება და შესაბამისად უფრო მარტივია რეალურად აი ამ ნაბიჯის გადადგმა და განთავისუფლება იმისგან ანუ როგორც საგარელი იტყო და როცა შეიარაღებული ხარ ესე იგი მომზადებული ხარო გჭირდება ინსტრუქციები როგორ ვეკონტაქტოთ სამყაროს პლანეტას ვარსკვლავებს და რეალურად ინსტრუქცია კი ცუდი არ არის ინსტრუქციის გამოყენება თუმცა რეალურად თუ დაუკვირდებით მართლა მინიშნებებს და იმას რასაც სამყარო გვეუბნება ყურადღება გვჭირდება მარტივად რო ვთქვათ იმიტომ რომ ჩვენ ზოგადად არ ვაქცევთ ყურადღებას იმას რაც ხდება ჩვენს სირკულე მაგალითად მოხდა რაღაც ცუდი მოვლენა და პირდაპირ გვაქვს რეაქცია ეს რაც ცუდი რამ მოხდა იქნებ კარგია იქნებ ვერ ხვდები რომ თურმე რეალურად სამყარო შენთვის კარგის მოცემა უნდა და არ არის ცუდი მოვლენა მაგრამ ადამიანის პირველი რეაქცია არის ყოველთვის უარყოფითი როცა რაღაც მისთვის სასიამოვნო არ ხდება და თუ შეცვლის დამოკიდებულებას და მიიღებს როგორც გამოცდილებას, მიიღებს როგორც გაკვეთილს, ან თუნდაც სხვა თვალით შეხედავს ამ კონკრეტულ სიტუაციას, მიხვდება რომ სულაც არ არის ეს ყველაფერი ცუდი და შეიძლება სამყარო მისთვის კარგი გააკეთა. ამასაც ხო სწავლა უნდა. აი ამ მიდგომების დანახვას და აი ამ მიდგომებს. აი ეგ როგორ უნდა ვისწავლოთ, რომ აი რაღაცა ყურადღება მივაქციო და აღვიქვა ეს მოვლენა რაღაცა უარყოფითი დადებითად. აი როგორ უნდა არსებობს ცუდი და არ არსებობს კარგი. მარტივად რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება ჩვენ დუალურ სამყაროში ვცხოვრობთ და ჩვენ ვერ გავექცევით კარგს და ცუდს. მოდი ამაზე შევთანხმდეთ. აი ვიტყვი რას გულისხმობ არ არსებობს კარგსა და ცუდს შორის. ვიღაცისთვის ან ერთი შეხედვით შეიძლება კარგი იყოს რაღაც კონკრეტული მოვლენა. მეორე შეხედვით შეიძლება რომ ცუდი იყოს. გააჩნიათ ჩვენ როგორი კუთხით შევხედავთ და შემდგომ ნაბიჯებს როგორ გადავდგამთ. მაგალითად თუ რაღაც პრობლემა წარმოექმნა ადამიანს, ხო? მისი აღქმა განაპირობებს შემდგომ განვითარებას მოვლენის. შესაბამისად, მისი პირველი იმპულსი ცუდია, კარგია, განაპირობებს როგორ გაგრძელდება და ნებისმიერ მოვლენას თუ შევხედავთ ისე რა მომცა, რა მასწავლა, რისთვის მოხდა ჩემს ცხოვრებაში და არა ეს რატომ მოხდა ავტომატურად შევცვლით ხოლმე ისე რასაც არამედ რისთვის რომ ჩაშალოთ თემა. სხვათა შორის ალქიმიკოსში არის ესეთი რაღაცა. ყველა ადამიანს ყოველ დღე ეძლევა ნიშანი. მაგრამ არის ისეთი სიტუაცია, ყველაფერი წინ გიდევს. ყველაფერი და ვერ ხედა იმას რაც შეგონია ეგრე. არა, ინტუიცია გააქვს შენ. ყველას გვაქვს ინტუიცია, აბსოლუტურად. ეს პირობითად არის ყველაფერი. მაგრამ ხანდახან ნახე ჯაჯო ალბათ შენც გქონია. რაღაცა ძალიან რომ გინდა, გონია რომ ინტუიციაა. იმიტომ რომ არსებობს რაღაცა გადაულახავი ვნება სურვილი, რომლისკენაც გაუცნობიერებლად მიდიხარ და ამ დროს ყველაფერი გეშვენება ნიშნად. არა. ეგეთიც ხო კი ეგეც ხდება. წინდახედულობა, ჩემი პირველი ემოცია, აი მომინდა რაღაცა, გავამართლე რა იქნება შემდეგ? რას მომიტანს? ანუ მოჭადრაკე უნდა იყო, თან 300 ნაბიჯი წინ უნდა გათვალო ეს თვითონ შვება ტვინი, თვითონ. ხო, ეს სხვა შორის ეს დაბნელება მართლა არის ინტუიციის და რაციონალურობის ბალანსი. თევზები და ქალწული. თევზები ემოციური მგრძნობი არა, ინტუიციური, ქალწული რაციონალური. შესაბამისად, აი თუ ვიპოვით აი ამ ორ ნიშანს შორის ბალანს, ინტუიციასაც გამოვიყენებთ და რაციონალურობასაც, იქნება იდეალური და შესაბამისად საკმაოდ მარტივად შევძლებთ მივიღოთ ის შესაძლებლობები, რომელსაც ეს დაბნელება მოგცემს და გადავდგათ ახალი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენთვის წარმატების მოტანი იქნება. ეს პლანეტების დაკავშირება ამა თუ იმ ადამიანთა და ზოდიაკოს ნიშანთან ხო არსებობს? რო შენი პლანეტა ეს როგორ ხდება? საიდან გინდება? საიდან გინდება? ამ შემთხვევაში კონკრეტული ნიშანს აქვს რაღაც კონკრეტული თვისებები. აი მაგალითად ამ შემთხვევაში ტყუპები არის ითვლება ინტელექტუალურ ნიშნად, როგორც ქალწული. შესაბამისად, ის პლანეტა, რომელიც ანალოგიური თვისების მატარებელი არის, უკავშირებენ ერთმანეთს და ნუ უკვე ამ შემთხვევაში
კონკრეტულ პლანეტას აქვს მფარველობა კონკრეტულ ნიშნებზე. მან ხო ის არის, ქვებიც უკავშირდება პლანეტებს, ადამიანებს. უკავშირდება და კი. მოდი, ხო, აი ზოდიაქოს ნიშნებზე მინდა რაღაცეები რო თქვა, შეგიძლიათ რომ აი ერთი თხოვნა მაქვს, რომ აი მე მინდა საჩუქრად ჩვენ ყველანი გთხოვთ დიმას გაუკეთო რუკა. ნატალური. ეხლა არა, ხო. ეხლა არა, მართლა გულწრ არა, ძალიან საინტერესოა. მართლა საინტერესოა. გაიგებ რა ყველაფერს გაიგებ. საჩუქრად მისგან თუ თქვენგან? არა, ჩვენ ყველანი გთხოვთ ნინას და შენ გაგიკეთდება რუკა. კაი, მოდი ახლა მანამდე მაყურებელი წველოდება, ვიდრე და გადავიდეთ ზოგადად. არა. ძიმა და მე დამაცადეთ, მე ჩავაწყობ საქმეს. მოდი ეხლა ვთქვათ თითოეული ზოდიაქოს ნიშნები დავიწყოთ ოღონდ ლომით. იმიტომ რომ ჩემი მეგობარი რადიოში მყავდა ნინა. დღეს მთელი გადაცემა შენი მეგობრებისთვის. არის 4 კაცი ვზივარ, შენი მეგობარი. დაიწყე ვერძით, როგორც იწყება. ლომი გამოაცხადე პირველ. კარგი, ვერძით დაიწყეს. მოკლედ ვიტყვი, რას უნდა მიაქციონ ზოდიაქოს ნიშნებმა ყურადღება აი ამ დაბნელების დერეფანში. ვერძისთვის ეს არის ქმედება, იმპულსი, უფრო სწორედ, სწორი დამოკიდებულება იმპულსურობის მიმართ. სანამ რაიმე ნაბის გადადგამენ, უნდა დაფიქრდნენ და ისე იმოქმედონ. თუმცა ამავდროულად შეიძლება ბევრი ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს, მაგრამ აქვე ზოგადად ყველასთვის ვიტყვი, რომ ამ პერიოდში არ არის სასურველი ახალი ნაბიჯების გადადგმა, ანუ რადიკალური ცვლილებების განხორციელება, თუმცა კარგია მომზადება, დაკვირვება და შემდგომ უკვე მოქმედება. თუმცა არ ამ პერიოდში, ანუ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომელიც ახლა გამოჩნდება, შემდგომ უკვე ვიყენებთ. ანუ ვერძებს დაფიქრება, ესე იგი, ურჩევნიათ ამ ეტაპზე რაციონალურად შეხედოთ ცხოვრებას. ახლა იფიქრე. ყუროსთვის ეს არის ურთიერთობები, როგორც პარტნიორული ურთიერთობები, ასევე გარემოცვა, გადახედვა, დაკვირვება და შეიძლება რომ აი ამ მიმართულებით რაღაც შეიცვალოს და რაღაცებს გადახედოს სხვა თვალით აღიქვას და ასევე კომფორტის ზონიდან გამოსვლა, იმისთვის რომ წარმატებას მიაღწიონ. საკმაოდ კარგი იქნება მათთვის. ტყუპებისთვის ეს არის მათი სტატუსი და როლი. როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი, რა გარემოში იმყოფებიან და შეიძლება აქაც მათთვის რაღაც ცვლილების რომ ტყუპებისთვისაც მე მაქვს ასცენდენტი. შეიძლება ამ შემთხვევაში გააჩნია ასპექტები, როგორ ჩდება იმის მიხედვით. შეიძლება ეს იყოს რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილება, შეიძლება იყოს იმიჯის ცვლილება, შეიძლება იყოს თვითონ ადამიანი, სადაც ხედავს თავის თავს, აი ამ მდგომარეობის ცვლილება, მოკლედ გადახედვა. კირჩხიბისთვის ეს არის ოჯახური ურთიერთობები და ამავდროულად შეიძლება იყოს კონფლიქტური სიტუაციები, თუმცა თუ ემოციების მართვას მოახერხებენ, კარგად გამოიყენებენ ამ პერიოდს, რომ აი ეს კონფლიქტები რაღაც ესე მოაგვარონ და გადაიარონ, კი. ლომისთვის ეს არის ლომებისთვის ეს არის ფინანსური რესურსის გადახედვა. შეიძლება რომ მათ ცხოვრებაში ახალი საინტერესო შემოთავაზებები და რესურსი გაჩნდეს, თუმცა ამავდროულად კარგი იქნება თუ ხარჯს გადახედავენ. ანუ ის რესურსი, რომელიც მათ გააჩნია, აი სწორად უნდა მიუდგნენ და სწორად უნდა გაანაწილონ, უშუალოდ მათთვის ესეთი აქტუალური თემა იქნება ფინანსები და ფინანსების სწორი მართვა, რომ აი რაღაც არ გამოეპაროთ, სადღაც შეცდომა არ დაუშვან და პირიქით მათთვის იყოს წარმატების მომტანი. ქალწოლისთვის ეს არის ბალანსი, აი ზუსტად ემოციებსა და რაციონალურობას შორის და ასევე ქალწულების შემთხვევაში ყველაზე მკვეთრად შეიძლება გამოიხატოს რაღაც კონკრეტულის დათმობა ან დატოვება და რაღაც ახლის დაწყება. მოკლედ კომპრომისი არის საჭირო ქალწულებისთვის. კი, ან შეიძლება ძიმა შე რომელი ხარ? მერწყული. ძიმა მერწყულია. ხო. მოდებით მერწყულს და მივალთ მორიელს. რა, თუ გაჩერდებით მივალთ. სასწორებისთვის ბოლოს თქვი, იქნება დრო აღარ გვეყავს. არა უშავს. სასწორებისთვის ეს არის საკუთარი თავის გამოხატვა. და ამ შემთხვევაში რა სურთ მათ, როგორ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი და რა აბედნიერებთ. მოდი შეიძლება ასე ვთქვათ, რომ ცოტა მეტი საკუთარ თავზე ზრუნვა, იმიტომ რომ ხანდახან ყველაზე ზრუნავენ საკუთარი თავის გარდა. ამავდროულად შეიძლება რაღაც არჩევანი დაუდგეთ, რაღაც გადაწყვეტილება გქონდეთ მნიშვნელოვანი მისაღები და შესაბამისად აქაც კარგად უნდა აღიქვან ეს სიტუაცია მდგომარეობა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგან. რაც შეეხება მორიელებს. მორიელებისთვის რეალურად მართლა საკმაოდ საინტერესო პერიოდია და რატომ? როგორც ყოველთვის. შინაგანი ტრანსფორმაცია, აი მორიელების შემთხვევაში ყველაზე მკვეთრად ჩანს რაღაც კონკრეტული რაღაცების წარსულში დატოვება და ახალი ნაბიჯების გადადგმა და რეალურად შეიძლება საკმაოდ დიდი ცვლილებების მომტანი იყოს ეს პერიოდი, მათია დამოკიდებული როგორი იქნება და მართლა ამ პერიოდში შეუძლიათ ვისაც უნდა რომ მართლა რაღაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას, თუნდაც ლაბორატორიით გამოიყენოს, იმიტომ რომ უფრო მარტივი იქნება ამ ახალი ნაბიჯების გადადგმა, გადაწყვეტილებების მიღება, ან თუნდაც აი ამ მინიშნებების დანახვა.
ესე რომ ვთქვათ. მოკლედ საკმაოდ საინტერესო ისე მე აი ჯაჯოს ვეუბნებოდი, ხა არ ვიცი ეს კავშირშია თუ არა ზოგადად ასტროლოგიასთან ან ასტრონომიასთან, შებულებამდე ვეუბნებოდი, რომ ტყავი გამოვიცვალე მეთქი. ნუ ძალიან მტკივნეული იყო შეიძლება ჩემთვის ეს ტყავის გამოცვლა რაღაცეებისთვის თვალის გასწორება. ხო, გველი ვარ, ყველა ვართ გველები, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში მართლა მოხდა ბევრი რამის გადახედვა. ნუ თმა გავიზარდე ბოლო 50 წლის თავზე. დავაბრალოთ ასტროლოგიას? რეალურად ხო ყველაფერი ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია, რა თქმა უნდა. შესაბამისად, ეს დაბნელების დერეფანი ზოგადად იწყებდა მოქმედებას 2 კვირით ადრე და 2 კვირა კიდე გაგრძელდება მისი მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ისე მძაფრად აღარ იქნება, თუმცა მოქმედება მაინც გრძელდება. შემდეგი მაყურებელი გიждდება ახლა. მშვილდოსნისთვის ეს არის პასუხისმგებლობები და საკუთარი სივრცის დაცვა. რა არის მისთვის მნიშვნელოვანი? აქაც ზოგადად ამ პერიოდში ძალიან სიფრთხილე მართებთ ყველას პასუხისმგებლობებთან მიმართებაში და პირობების გაცემასთან დაკავშირებით და აი მშვილდოსნის შემთხვევაში განსაკუთრებით მძაფრად დგას გადახედოს რა ვალდებულებები, რა პასუხისმგებლობები აქვს და თუ თulis რა სადღაც მისი ვალდებულება ან არ ჭირდება ამის გაკეთება, შეიძლება რომ უარი თქვას ან არ დათანხმდეს. რაც შეეხება თხის ხას, მისთვის არის ღირებულებები, სად მისდის მისი რესურსი და რამდენად სწორად განაგებს იმ მდგომარეობას, იმ გარემოებას, სადაც იმყოფება, იმიტომ რომ ხანდახან მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რაციონალურები არიან, ხანდახან არასწორად მიმართავენ რესურსს და ამით კარგავენ ან აგებენ. ოღონდ აგებენ პირდაპირ მნიშვნელობით და არა ამ შემთხვევაში სხვა კუთხით. რაც შეეხება მერწყულებს. მერწყულებისთვის, სხვათა შორის, მერწყულებისთვისაც არის ეს პერიოდი, როცა უნდა გადახედონ საკუთარ თავს, თვით გამოხატვას და საკუთარ თვით შეფასება. შეიძლება რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში უფრო მეტი ქმედება საჭირო, ან რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო. მოკლედ, მერწყულებს შეიძლება რომ მიეცეთ შესაძლებლობები, უბრალოდ უფრო აქტიურები უნდა იყვნენ, უფრო მეტი უნდა გააკეთონ, უფრო მეტად უნდა იმოქმედონ, იმიტომ რომ ძირითადად შემთხვევაში და ეს პერიოდიც მისცემთ შესაძლებლობებს, თუმცა რაღაც მომენტში ვერ ხედავენ ან უშვებენ. აი ამ შანსებს, რომლებიც ეძლევათ, ანუ მეტი დაკვირვებულობა მინიშნებებთან მიმართებაში. კიდევ ერთი კითხვა და თევზები. თევზები დაგვრჩა. თევზებს რაც შეეხება, თევზებისთვისაც შედარებით ემოციური პერიოდი იქნება, თუმცა მათაც გაუხსნით ახალ შესაძლებლობებს და კარგი იქნება თუ დაძლევენ საკუთარ თავს, აი დაახლოებით თევზებსაც უჭირთ ის, რომ გადადგან ნაბიჯი, კომფორტის ზონიდან გამოვიდნენ და რაღაც მომენტში გამოვიდნენ ილუზორული სამყაროსგან და აი პირდაპირ აღიქვან ის რეალობა, რომელშიც იმყოფებიან. ოღონდ ეს რეალურად ცუდი კი არ არის, აი თევზებს რაციონალურობა ჭირდებათ ამ პერიოდში განსაკუთრებით, რომ ყველაფერს უყურონ რაციონალურად და არა ამ შემთხვევაში აი ამ შეგრძნებებით, ინტუიციურად და ასე შემდეგ. უფრო პირიქით, ქალწულის თვისებები, რომ გამოიყენონ. ნინა, ეს იყო მზის დაბნელება, ვთქვათ, როგორ უნდა გაიაროს სხვა ზოდიაქოს ნიშანმა. კიდე ამბობენ, რომ 15-დან 25 სექტემბრის ჩათვლით საშინელი ამოფრქვევები იქნება მზეზე, რაც პირდაპირ პროპორციულად ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ცხადი ადამიანებზე და ალბათ სათითაოდ კიდე ზოდიაქოს ნიშნებზე. თუ რა გველის წინ, რა იწყება 15-ში. ზოგადად ეს პერიოდი მართლა საკმაოდ საინტერესო პერიოდია, რატომ? გარდა ამისა, ასევე 21-ში ხო არის მზის დაბნელება, 22-ში გვაქვს დღეღამტოლობა. ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. რეალურად ეს ყველაფერი გავლენას ახდენს, რა თქმა უნდა, ჩვენზე და მზეც პირდაპირ კავშირშია ჩვენთან. თუმცა ამ შემთხვევაში ვიტყვი, რომ მთვარეს უფრო დიდი გავლენა აქვს ადამიანზე ვიდრე მზეს. ამ შემთხვევაში ესეც ანალოგიურად აღიქვამენ ადამიანები იმის დამიხედვით, ვინ რამდენად გრძნობიერე. ძირითად შემთხვევაში მთვარე უფრო მეტად ახდენს გავლენას წყლის ნიშნებზე და იმაზე, ვის უფრო მეტად ემოციურია, მზე ცეცხლის ნიშნებში. შესაბამისად, აი ამ მიმართულებით იცვლება, თუმცა რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ამ კუთხით იყოს, რომ მაგალითად მთვარე მხოლოდ წყლის ნიშნებზე და მზე მხოლოდ ცეცხლის ნიშნებზე, თუმცა უფრო მეტად ასე ზემოქმედებს ხოლმე და რაც შეეხება გამოყენებას, უბრალოდ რეალურად რა არის ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ხდება, ჩვეულებრივი მოვლენაა, ხო, ოღონდ ჩვეულებრივი მოვლენაში გულისხმობ იმას, რომ გარდაუვალი სიტუაცია, რომელიც უნდა წარმოიქმნეს. არ უნდა ვუყუროთ, არ უნდა აღვიქვათ ისე, როგორც ეს არის რაღაც ნეგატიური, ცუდი, მძიმე და რთული. უნდა შევხედოთ როგორც შესაძლებლობას, რომელიც უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ რაღაც ჩვენი საქმეები გავაკეთოთ, იმიტომ რომ ყველაფერი არ არსებობს მხოლოდ ცუდი და იქ მორჩა. შესაბამისად, ეს პერიოდი შეგვიძლია ჩვენც ასიკეთოთ, გამოვიყენოთ, თუნდაც მართლა დავტოვოთ ყველაფერი ის, რაც გვინდა რომ წარსულში დავტოვოთ, ის შესაძლებლობები, რომლებიც გამოგვიჩნდება ამ პერიოდში, დავინახოთ და გამოვიყენოთ. ძალიან მარტივია, მაგრამ ამავდროულად ძალიან რთულია ეს ბოლო ორი წელადება და რეკომენდაცია. რამდენად გადგებათ ეგ ცოდნა თქვენი? ყველაფერი კარგად გაქა ეგ მინდოდა მეკითხა. ყველაფერში მატკება. დიდარი ხარ, შეყვარებული ხარ, ლამაზი ხარ, ყველაფერი კარგად გაქ, იმიტომ რომ იცი ეს ყველაფერი და მომზადებული ხდები. ოღონდ ვიტყვი ესეთ რამეს, თუ ადრე
ვაკვირდებოდი, აი მაგალითად ვამოწმებდი და ვიცოდი, ახლა აღარ ვაკვირდები, მაგრამ ზუსტად იმ დროს და იმ დღეს ვაკეთებ, კი. რამდენჯერაც გადამიმოწმები, აი მაგალითად რაღაც კონკრეტული ქმედება ან რაღაც მივდივარ ან რაიმეს ვაკეთებ მნიშვნელობას, ყოველთვის როცა გადამიმოწმებია, ზუსტად იმ დღეს გამიკეთებია, როცა ამისთვის იყო კარგი. ეს ერთი კითხვა მაქვს სულ ბოლოსკენ. აი მაგალითად გლეხი სოფელში როდესაც თესავს რაღაცა კონკრეტულ კულტურას. მაგან თეორია შეიძლება არ იცის, მაგრამ ინტუიციით მიყვება ამ სამყაროს წესებს. ინტუიციის გარდა დედაჩემზე გეტყვი 85 წლის არის გაიხედავს ხელმძღვანელობს სამყაროს. მიდის წამოწვიმს სადღაც ამ საათიდან ამ საათამდე, ხო? აი ეთერზეება მაგალითად ზუსტად იციან როდის უნდა გავიდნენ, როდის უნდა დაიჭირონ. ერთხელ ზღვაზე ვიყავი და ავიღეთ მატრასი რა და ჩავდივარ ზია როგორც იწვის ყველა ის კაცი ბადეს ქსოვდა. სამი ხარ მეოთხე წინა არისო. ვერტი 100 გონებს სანამ ჩავედი რო დააცხო ამოვედი უკან მეოთხარი რა არის? ხო გითხარი კაცო. ხო, აი მაგას გეუბნები. მართლა ეს არის, ეს ისტორიულად იყო და შეიძლება არ არის საჭირო, შენ უბრალოდ უნდა იგრძნო ეს. თუ წინაპრებისგან გადადის რეალურად ეგ ცოდნა, იმიტომ რომ იციან, როდის ითესება, როდის უნდა მოიყვანონ მოსავალი, აიღონ მოსავალი და ასე შემდეგ. რეალურად ამ ყველაფერთან მიმართებაში ცოდნა არსებობს. და ერთი კითხვა სად რა გაგაკეთეს, ხო? აი მე მაგალითად გეგმავ წელს პირობითად, რომ არ ვიცი რა დავგეგმობ, არ ვიცი. სახლი ავაშენო პირობითად, ან მანქანა ვიყიდო. აი გლეხი მაგალითად დათესვის წინ დაფიქსდება რა სეზონია, დაელოდება იმ კონკრეტულ სეზონს. მე ადამიანი უნდა ველოდებოდე ჩემი სურვილის ასრულებას რაღაც კონკრეტულ დროს. თუ ჩემთან არ არსებობს აი ესეთი პირობითი რაღაცა სეზონები, სადაც ქმედება უნდა დავიწყო. აყოფილება მეში გინდა გამოიყენო. შენ დაერობდი ამერიკას გადადობას მანქანას რო ჩამოიყვანე. არსებობს ერთ რამეს გეტყვით, ნახეთ გეტყვით ერთ რამეს. 3 წელი არის სასწავლებელი რომ ჩვეულებრივმა ადამიანმა ისწავლოს რომ მე თვითონ გამოიყენოს ასტროლოგია. სხვა რამე ვიკითხე ჯაჯა. არა, გითხარით, ლაპარაკი იყო იმაზე, რამდენად ვიყენებ. არა, მე დავშეკითხვა რომ თქვა მე ვერ დავთესავ ხორბალს, თუ არ არის კონკრეტული სეზონი. მე ნანიკომ რომელმაც ახლა მთვარის დაბნელებაზე დავწერე, გადავაგდე რაღაცეები, მე კიდე მჭირდება პლუს სხვა რაღაცა კონკრეტული პირობები რომ ჩემი სურვილები მოვიდეს რეალიზაციაში. მოდი ვიტყვი ასე, არის პერიოდები, როცა სასურველია რაღაც ქმედების განხორციელება, თუნდაც მაგალითად ახალი ნივთის შეძენა იქნება ეს ავტომობილი, სახლი თუ ასე შემდეგ. რაღაც კონკრეტულ პერიოდებში არ არის ცუდი. მარტივად და ზოგადად რო თქვა, რეტროგრადული მერკურის პერიოდში არ არის სასურველი ტექნიკის. ანუ მანდაც აუცილებელია. კი, ოღონდ აქაც როგორი აღქმანდა დამოკიდებულება, რო იყიდო, რამე კი არ დაშავდება, თუმცა თუ ისე უფრო ხანგრძლივად გაგიძლებდა და უფრო კარგი იქნებოდა იმ პერიოდში შეიძლება რომ გაფუჭდეს. აი, ესეთ მაგალითს მოვიყვან. რეტროგრადული მერკურის პერიოდი რო იწყება, პირველ დღეს განსაკუთრებით ძალიან ხშირია ავარიები. ყოველთვის, აი, რამდენჯერაც მიმქცევა ყურადღება, ყოველთვის ძალიან ხშირია, იმიტომ რომ პირდაპირ ეგრევე მოქმედებს და ბოლოსკენ. სხვა შორის ეხლაც იყო ავარიების კასკადი, როდესაც რეტროგრადული დაბნელების დერეფანია. ერთ-ერთი რაც არის კიდე მთავარი, უნდა ჯეროდეს თქვა ადამიანს, ეხლა სპორტსმენისთვის უთქვათ, რომ არ გაიკეთო ამ თვეში ოპერაცია, იმიტომ რომ და იმას დაუმთავრებია კარიერა. მე ვიცი ეს შეხედვა და არ ვაცახელებ ეხლა კონკრეტიკაზე, არ ასე რომ მთავარია ჯეროდეს რაღაცის და თან ეხლა შენ ნახე თუ გინდა ნუგჯერა. მარტო დაჯერებაზეა. არა, იქ ხდება, მაგრამ შენ რო გეტყვია რომ არ გაიკეთებ ოპერაცია და მე კარგად იქნები, ეგ ხო არის გადამწყვეტი მომენტი. გაკურსული კი უსმენდი. შენ გამოდი ერთ საქმემ. სხვადასხვა რაღაც ეტაპზე საკეისრო პაციენტი ვიყავი და მე დაურეკე ასტროლოგს და ვკითხე როდის გავიკეთოთ, ხო. ეს არ ნიშნავს რომ მე ძალიან დამოკიდებული ვარ თქვა ასტროლოგიაზე, მაგრამ ხომ ფაქტია რომ ეს ნაბიჯი გადავდგი. მე ფიზიოლოგია რო თვიშობია რა აღარ დამჭირდა მის დამოკიდებულება არა, მაგრამ ინტერესი, კაი ადამიანის კაი თვისება, ცუდი კი არ არის. ხო, მეც ვიკითხე და იცი როგორი პასუხი გამოსეს, რომ იმ რისკს რომელსაც აირჩევ შენ არ წყვეტ, მაინც ეგრე უნდა მოხდეს და ეგრე უნდა გადაწყვიტო. აი რა რიცხვსაც ვიტყოდი, აი 13, 14 თუ 12. ზემოთ უკვე წინასწარ ეწერა ეგ. აი იმ 12-საც იმიტომ ვამბობ, რომ რაღაცნაირად, მაგრამ კი, შინაგანი ემოციიდან გამომდინარე და რა იქიდან გამომდინარე ხდება ამის განსაზღვრა, თუ ესე იგი ესე უნდა მომხდარიყო ერთის მხრივ ასია, თუმცა რაღაც მომენტში ეგ საკმაოდ დიდი ცვლილება შეაქვს ადამიანის ბედში. კარგი, დრო გაგვეცა. ესე წავიდა საუბარმა, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი შემდეგი სტუმარი ამ ბლოგში ძალიან მაგარი იქნებოდა ზუსტად. იმიტომ რომ თვითონ არის
ვერ ყვება ყველაფერში. ანდრი ჯოხაძესთან ერთად დაუბრუნდებით. მაგრამ საბოლოოდ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა, ეს არის ჩემი კომენტარი. აი ამით გავიდეთ რეკლამაზე. წავედი.